დუშეთში აქცია ახალი პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა აქციის მონაწილეები ახალ პოლიციის უფროს ზაზა კაკაჩიას ხალხის დაშინებასა და ცემაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით კაკაჩია მოსახლეობაში შიშის დანერგვას ცდილობს. აქციის მონაწილეები ყვებიან ახალი პოლიციის უფროსი ხალხს სასტიკად უსწორდება. Semest გაუტეხეს ორი ნეკნი ის არ აკმარეს ამაიყვანეს იმ დილით გათენება იყო უკვე 4-5 საათი ამაიყვანეს აქად აქ ის SMS რო კიდე ექიმი დასჭირდა გადმაიყვანეს და მე მოწმედები დავეთ მე სურათი გადავგან და ორი ნეკნი გატეხილი გამოდგა აი გადავაღებინეს სურათი მოდის ხალხს დადევს ვინ ახალი მილიციის უფროსია თუ პეში აფუთხებს რომ დაიჭეს სემს ავტომატი დადის შავარდება ქუჩაში რაც მიდიხარ თვრალიკაც ქუჩაში მიდის იმასაც იჭეს რა არაფერს არ აშენებს მიდის თავისთვის კაცო ჩვენი პროტესტი შეეხება ჩვენ პოლიციის ახალ უფროსს ბატონ კაკაჩიას რომელიც მობრძანების დღიდან დადის დუშეთში ხულიგნობს ყველანაირად ხულიგნობს და ავტომობილთან სპეციალურად ხულიგნობს ისეთ ხულიგნობს წესრიგს არ ემორჩილება ცემს ხალხს ისე მიუყენებს მანქანას ეუზდელება გამომწვევა თელაპარაკება რომ რაღაცა უთხრან რომ მე ამან ცემოს წაიყვანოს და ჯარიმა გამოუწევს რა